ჩვენ ყველანი ომში ვიმყოფებით, მაგრამ არა ის ომი ინტერნეტში ან ტელევიზორში რომ გვაჩვენებენ. იმ ომში, რომელზეც მე ვსაუბრობ, არ მონაწილეობენ ტანკები, თვითმფრინავები ან ბომბები. ამ ომში სულ სხვა სახის იარაღი გამოიყენება. Told him pipe it down, I don't care what's next, I need it right now. Feel like Lewis Hamilton, so go and shut the lights out. ამ ომს ერთი მიზანი აქვს, შენი ყურადღება მოიპოვოს და რაც შეიძლება მეტი დრო წაგართვას. რაც უფრო მეტი კონტენტი შეიქმნება, მით უფრო მეტ დროს გაატარებ სოციალურ ქსელებში. არა მხოლოდ დამოკიდებულებაა პრობლემა. ინტერნეტი სავსეა არასწორი ინფორმაციით, რომელსაც რეალობა დასაღებენ. ადრე სოციალური ქსელების მიზანი იყო, რომ ერთმანეთთან დაგვაკავშიროს, და გავიგოთ რითი არიან ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები დაკავებულები. კონტენტის და რეკლამების ნაცვლად ცხოვრებას ვაზიარებდით. უბრალოდ წარმოიდგინეთ, TikTok-ზე 650,000 ვიდეო იტვირთება წამში. პირველად როცა დავალება მივიღეთ, თქვენ უნდა დაუსახოთ თქვენ თავს გამოწვევა. ვიფიქრე, რომ აუცილებლად რაღაცა ექსტრაორდინალური უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, შემეძლო ბევრად უფრო საინტერესო თემა ამერჩია და ვიდეოც უფრო საინტერესო გამოვიდოდა. მაგრამ გადავწყვიტე გავაკეთო ის, რაც თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ფაქტიურად წარმოუდგენელია. 3 დღე გავატარო ტელეფონის გარეშე. რადგან პროექტის გარდა სამუშაო ვალდებულებები მაქვს და ასე უბრალოდ ვერ გავქრები, გადავწყვიტე გამოვიყენო WhatsApp-ი და Messenger-ი მხოლოდ და მხოლოდ ლეპტოპის მეშვეობით. უკვე გავიგეთ, რომ 650,000 ვიდეო წამში ძალიან ბევრია. როგორც საპრიზო ფონდი 650,000 ლარი, რომელიც შეგიძლია მოიგო საქართველოს ბანკის მობილბანკში. მობილბანკში შესვლისთანავე ავტომატურად ერთვები გათამაშებაში და 5 ბილეთს იგებ საჩუქრად. გათამაშება 4 ეტაპიანია და $9,000,000 ფინალში 3 მონაწილე გაინაწილებს. ბილეთების აგროვება შეგიძლია მობილბანკში გადახდა გადარიცხვით, პროდუქტის აქტივაციით, მეგობრების მოწვევით ან პლუს ბარათის გადახდით. აუცილებელია გათამაშებაში ჩასართავად გქონდეს საქართველოს ბანკის მობილბანკი, რომელმაც ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო Global Finance-ის მიერ. ამიტომ სანამ მე 3 დღე ტელეფონის გარეშე ვიქნები, თქვენ შეგიძლიათ ბილეთები აგროვოთ. პირველი რამდენიმე საათი ძალიან უცნაური იყო. რაღაცა ხმაური მაკლდა ფონზე. თან ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ არის, რაც უფრო და უფრო ართულებდა ამ ყველაფერს. შემდეგ გადაღებებზე გავედი და ალბათ ყველაზე მარტივი მომენტი იყო, რადგან არც კი მახსოვდა ტელეფონი. პირველად ცხოვრებაში ტაქსი გამოვიძახე ლეპტოპით. კარგად წამოვიდეთ. მე მიყვარს სახში როცა ბრუნდები უმეტესად ტელეფონით ვისვენებ, მაგრამ ამჯერად სრული სიჩუმე იყო. თითქოს რაღაცა მაკლია და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ახლა რახან ტელეფონი არ მქონდა, უბრალოდ ვიჯექი, არ ვიცოდი რა მექნა, ანუ უბრალოდ გიждდებოდი. ერთადერთი რაც ავიღე იყო ჩემი დღიური, რომელიც მილიარდი წელი ალბათ არ შემივსი, არაფერი არ ჩამწერია ამ დღიურში. ერთადერთი პლუსი ალბათ ამ საღამოსი ეგ არის, რომ დღიური ავიღე ხელში და რაღაცები დავწერე. ტელეფონის გარეშე მაღვიძარა არ მაქვს, არ ვიცი როგორ გავიღვიძო, ამიტომ ამ საათზე დავაყენე მაღვიძარა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დარეკავს და საერთოდ გამაღვიძებს. ანუ მხოლოდ დარეკა, გამაღვიძა კიდევაც. აი ეს არის, ხო? დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. ვინც არის შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ შეცვალოთ. ალბათ აი ახლა არის ყველაზე რთული მუშაობის პროცესში, რადგან ასე თუ ისე რუტინული სამუშაო არის და მაკლია რომ ტელეფონი ავიღო, ეს თავი უბრალოდ გავირთო რაღაცით, რაღაცაზე ყურადღება გადავიტანო და რახან არ მაქვს ძალიან მიჭირს. სადაც 40 წუთი წვალების შემდეგ მივხვდი, რომ ეს მთელი ენერგია ყველაზე სწორი იქნება, რომ სამუშაოზე დავხარჯო. ღამის 2 საათია, ბოლოს ამდენი ხანი და ესე როდის ვიმუშავე, მართლა არ მახსოვს. ხვდები, რომ სხვა არაფერი საქმე არ აქვს დიდას, რაც შეგიძლია გააკეთო, ამიტომ უბრალოდ ძიხარ და მუშაობ. ერთ-ერთი ძალიან დავიღალე და ძალიან მეძინება, ასე რომ ხვალ შევხვდებით. გამოწვევის მე-3 დღეა და რახან საქმე არ მქონდა სახში, გადავწყვიტე უბრალოდ გამოვიდე, გავისეირნ თბილისში. ფოტოაპარატის წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის. მე-3 დღე ყველაზე განსაკუთრებული იყო. ბოლოს როდის გავედი ყურსასმენების გარეშე სახლიდან არ მახსოვს. ამიტომ ქალაქის ხმები უფრო მკვეთრია. ამჩნევ დეტალებს, რომლებსაც აქამდე გვერდით უვლიდი. ხალხის დიალოგები, ხმაურიანი მანქანები. თითქოს ქალაქს თავისი რითმი აქვს. შენ კი ამ ყველაფრის ნაწილი ხდები.